შემოგიერთით, ძვირფასო რადიო მსმენელებო, მე კახამიქიაშვილი ვარ თქვენთან ერთად, შეგახსენებთ და პირველ ნაწილში, რადგან ჩვენ საუბრობდით ქართულ ცეკვაზე, ახლა ქართულ საოპერო ნაწილზე გადავალთ, კერძოდ ჩვენი ახალგაზრდა ძალიან წარმატებული ქართველი ტენორი ყოსტუმრად კონსტანტინე ყიფიანი, კოდიკოს აღამშვიდობისა და მადლობა. იცი რა, ვინაიდან მე და შენ სულ რამდენიმე დღე დავბრუნდით იტალიიდან, ბონასერა შეიძლება ითქვას, მაგრამ მაინც აღამშვიდობისა ვხდება ჩვენ საუბარს, რა ხო, ცხადია, მე სხვა მიზნით ვიყავი, შენ სხვა მიზნით. შენი მიზეზი და მიზანი გაცილებით საინტერესოა. ქალაქ ბარიში, შესანიშნავ თეატრში ქონდა პრემიერა 1 მარტს, პუჩინის მანონ ლესკო და აქ მიიღე შენ მონაწილეობა. მოდი გითხარი, როგორ ჩაიარა, პირველ რიგში გილოცავ, როგორ ჩაიარა და როგორ მოხდა შენი დაკავშირება ამ თეატრთან და ზოგადად შემდგომ ვისაუბროთ კიდე შენზე. კი ბატონო, გამარჯობა, საღამოშვიდობისა, ბონასერა, ესეც იყოს, არ არის პრობლემა. პირველ რიგში მიხარია რომ თქვენთან პირველად ვარ და ძალიან არ იქნება უკანასკნელი. უკანასკნელი არ იქნება, იმედია. და აუცილებლად უნდა გავუსვა ხაზი თქვენ წინა სტუმარს, ძალიან საინტერესო და ძალიან მაგარი სტუმარი, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ადამიანები, ქართველები განსაკუთრებით ესე ქართულ კულტურას ესე კარგად ღრმად მოკიდებენ ხელს და მსოფლიოს აცნობენ და ეს ძალიან მაგარი. რაც შეეხება ჩვენს მანონ ლესკოს იტალიაში ბარიში, რასაკვირველია პირველი ჩვენი სიმღერა არ იყო იტალიაში, რაც ძალიან მახარებს. ეს იყო მანონ ლესკო, რომელიც დაიდგა ტორე დელ ლაგოში, იტალიაში, ანუ იქ ფესტივალია ყოველ წელს. და ეს დადგმა სწორედ იყო ახლა ბარიში, რომელიც ჩამოიტანეს. ესე იგი რეჟისორი იყო მასიმო გასპარონი. ეს სახელები მავიწყდება ხოლმე ბოდიშვიხტი, რადგან ხშირად მაქვს უცხოეთთან შეხება, ვერ ვიმახსოვრე. გერევა ვინსად იყო და ფრანჩესკო ჩილუფო, ფანტასტიკური დირიჟორი, ასევე ჩემი სააგენტოდან არის ეს დირიჟორი. და ძალიან მაგარი კასტი იყო, ორი კასტი იყო, პირველი, მეორე, მე მომიწია მეორე კასტში. და ნუ არ ვიცი, მე მგონი რომ ძალიან კარგად ჩაიარა ორივე შემადგენლობის სპექტაკლებმა, რა თქმა უნდა, აპლოდისმენტებით და ასე შემდეგ. კი, მომავალ სეზონზეც მივიღეთ მოწვევა, ჯერ არ ვიცით რა პროდუქციაში, მაგრამ ძალიან მაგარია და აუცილებლად უნდა გავუსვა ხაზი რას, რომ ჩვენ ქართველებს კი ყავს ხოლმე სააგენტოებიც ყავს ადამიანები, ვინც გვეხმარებიან, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ქართველები ამას უფრო მეტად აკეთებენ ხოლმე რა. და გამორჩეულად აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ არის ესეთი მაგარი ბიჭი იტალიაში, გიორგი ანდულაძე, რომელიც ძალიან ბევრს ეხმარება. რომელიც ცოტა ხნით მქონდა ჩარტო ქონდა, მას ქონდა პრემიერა ლონდონში, ბერლინში, ახლა ქონდა და მეც ვიცი ეს და მეც მინდა აღნიშნო, მაშინ ხადია გიორგისთან საუბარში არ ვთქვი, იმიტომ რომ მას არ უყვარს აღნიშნო ამის, მაგრამ უამრავ ახალგაზრდას ეხმარება, მას ძალიან დიდი კონტაქტები აქვს, თავად შესანიშნავი მომღერალია, როგორც პირადი კარიერა, ასევე ვიცი და კარგია რომ ახსენე და მეც მინდა დავაფიქსირო, რაც ვიცი რომ არ უყვარს, მეც მითხრა რომ გეხვეწები არ გინდაო, მაგრამ აუცილებელია, იმიტომ რომ მადლობა ყოველთვის საჭიროა ესეთი ადამიანებისთვის, იმიტომ რომ არ არიან ბევრი, ვინც ამას აკეთებენ ნამდვილად და ეს აუცილებლად დასაფასებელია. კოტიკო, ვიცი რა მინდა კითხო, ალბათ ნათელია პასუხი წინასწარ, მაგრამ შენ ახლა გარკვეულწილად შეეხი ამას. მაგრამ აი რას აძლევს მომღერალს, როცა ესეთ ასპარეზზე იღებს მონაწილეობას? უკვე თუ უკვე მიგვიწვიეს, ხო? რამდენად იხსნება, რამდენად არის ერთგვარი ტრამპლინი იმისა, რომ შემდგომ მან კარიერა უფრო წარმატებით განაგრძოს საერთაშორისო სცენებზე. გიორგიც რო აღნიშნეთ, ხო, გიორგი თქვი რომ აი ლონდონის პრემიერაზე ვისაუბრეთ, ჩვენი არაერთი აღიარებული დიდი მომღერალი. აი, ახალგაზრდა მომღერალს, მათ შორის შენ, ხო, მიუხედავად იმისა, რომ უკვე არაერთი წარმატებული გამოსვლა ქონდა სხვა სცენაზე, რას აძლევს მომღერალს, როცა იტალიაში ოპერის სამშობლოში იღებ მონაწილეობას და გაფასებენ დიდი კრიტიკოსები და პროდიუსერები გიხსენენ და მოკლედ გამადიდებელ შუშტი იყურებენ. კი ბატონო. იცი ეს დაახლოებით იგივეა, ეხლა ჩვენ ენაზე რო გადმოვთვალოთ, ეხლა ვინმე რომ იმ მრავალჟამიერი ძალიან მაგრად რომ იმღეროს, ხო? და რა თქმა უნდა რომ მეორეთაც მოусმენ. დაინტერესებით მაგრად. ხო, ამიტომ დაახლოებით იგივე არის. იქ დადიან ეს სააგენტოები, სხვადასხვა თეატრის ხელმძღვანელები სპეციალურად ჩადიან, სხვადასხვა თეატრებში აკვირდებიან, უსმენენ ჩანაწერებს, აკეთებენ და
იცი რა, გაზეთები დღემდე ძალიან აქტიურია. კი, და იქ პრესა მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია. იგივე ინტერნეტი. იცოდოს განაპირობებს კრიტიკა, რა დაიწერება. კრიტიკა კი განაპირობებს, არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც ცოტა აცდენილია რეალობასაც. მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე გულისხმობ, რომ usmens ხალხი ამას და აი აინტერესებთ. კი, ამას რა თქმა უნდა უსმენენ, ძალიან აინტერესებს და ეს გიკეთებს კარიერასაც და ეს გიკეთებს სახელსაც. იმიტომ რომ გინდა არ გინდა, რამდენადაც უფრო დადებითი კრიტიკა გაქვს. ხალხია შეფასება. სტატია დაიწერება შენზე, მით უფრო მეტად იხსნება შემდეგ სხვადასხვა თეატრის კარები შენთვის და გზები, კი. ბარის თეატრთან შენი პირველი თანამშრომლობა იყო? კი, პირველი თანამშრომლობა იყო და თუმცა მანამდე ეს კარგად დაიმთხვა, ესე იგი მე და შენ ერთ დროს მოვხდით ბარიში და მითხარი აქ ვარ და მანამდე პალერმოში ვიყავი და მითხარი პალერმოში მივდივარო და ესე იგი მე და შენ ვაკავშირებს იტალიის ხო, მაგრამ იცი რა არის, შენ იმდენად ხშირად დექვა ფოტოს და ვიდეოს მე ვეღარ ვიგებ. ვეღარ მეწევი. ხო, მაგრამ მე ის მახარებს რომ შენ აქტიურად ხარ. ხო, საერთაშორისო სცენაზე. კი, და აუცილებლად მინდა ხაზი გაუსვა, რომ იქ არის მინდა ნიკოლოზის აფლავი, ხო, ყველა მიცის და ეს ჩვენ ერთხელ ინტერვიუში გითხარი მე რომ ჩემი პირველი გასვლა აუცილებლად არის, როდესაც ცარიელ დარბაზში მამაო ჩვენ უნდა თქვა და ხო, ეს არ შემიძლია, რაღაცა თითქოს რაღაცის გეშინია და ამას რო ვაკეთებ, მე მგონია რომ რაღაცა მიცავს და როდესაც იქ მივედი, აი მეგონა რომ ხო, ჯერ რო ჩავედი და ყელში მომიჭირა და ცრემლები რო წავმივიდა და ვერ ხვდებოდი რა ხდებოდა, აი ავტომატურად მოხდა ყველაფერი, მეორე დღეს მქონდა სპექტაკლი. აი ისე გავედი სცენაზე, რომ აი გეგონება უკან ვიღაცა მომყვებოდა. ესე იქნებოდა ნამდვილად. ბრინვალი ამბავი. შესანიშნავი, კოტიკო. გეგმებზე თუ შეგიძლია გველაპარაკო, იმიტომ რომ თქვენი პროფესიის წარმომადგენლებსაც გაქვთ ამის საშუალება და წარმატებით იწყებთ კარიერას, რაღაცა ხათვეობით, ზოგწლებით აქვს ეს გეგმები, კონტრაქტები. ეს თავისთავად ძალიან კარგია, რომ იტალიაში ბარიში წარმატებით გაიმართა პრემიერა და მე ვიცი რომ გაქვს კიდე არაერთი მათ შორის უცხოეთშიც გიწევთ წასვლა და თუ გვეტყვით თუ გაგვანდობ, რისი თქმაც შეგვიძლია ცხადია, არის ესეთ პროექტები, რომელიც ჯერ არ ითქმის მესმის ესეც. კი, მე ვიტყვი მაშინ რისი კონტრაქტის მაქვს, მასე საუბრობ ხოლმე ხელს რო ვაწეს, ხო? იქამდე არ ვამბობ, მაინც მეშინი ხოლმე გაფუჭდეთ. ეხლა უკვე აი 24-ში მივდივარ კალიარიში, სადაც ბერჯელ მიმიწვიეს უკვე იქამდე და ნუ ალბათ ეს შედეგია იმისა, რომ კიდე დამიძახეს, ეს არის კატალანის ლავალი, ეს ფანტასტიკური ოპერა და შემდეგ მაქვს აგვისტოდან ოქტომბრის პერიოდში მაქვს შემოთავაზეს ოტელოს კოვერი, ესე ვთქვათ, კოვერი ვიცით რა არის, ანუ ჩანაცვლება შეიძლება მომიწიოს ერთ-ერთი ძალიან ისეთი სარტონი, ესეთი ვარსკვლავი მსოფლიო და იმის შესვლა ოტელოზე, რასაც სხვა შორის ჩემი პედაგოგი და მეგობარი და არ ვიცი, მამა იგივე ბადრი მაისურაძე თავიდროდიდებული ოტელო. ხშირად მეჩხუბება ოტელოსთან დაკავშირებით, მაგრამ ჯერ ადრეო, მაგრამ რაღაცა იმდენჯერ შემოგთავაზეს უკვე, აი ეს იყო ალბათ უკვე ერთი მე-9 თუ მე-10 შემოგთავაზეს. დაჟინებული მოთხოვნა. ო, აი ძალიან და ნუ აი ჯანდაბას და ერთხელ გავაკეთეთ და წავიდეთ და მოკლედ აი გავრისკეთ და ხო. ანუ დათანხმდი. კი, დავთანხმდი და სავარაუდოდ მოგვიწევს სიმღერა და ამიტომ ამის ძალიან კარგი. შესაბამისად, მაგრამ თბილისში იქნება კიდე ივნისის პერიოდში იქნება Madame Butterfly, ხო? ყველამ კარგი პინკერტონის ტენორის პარტია შუა ივნისის პერიოდია. ხო და ეხლა მოგეხსენება ცოტა რაღაც არეული დროებიდან გამომდინარე, ხო, ამიტომ ცოტა აირია რაღაცეები, ამიტომ ცოტა რიცხვებში ცოტა გვიჭირს ხოლმე სამწუხაროდ ხშირად ხდება ეს ამ ბოლო პერიოდში, მაგრამ რა ვქნათ, ასეა. დაალაგდება იმედია. დაალაგდება და ეხლა კიდე არის ძალიან კარგი, უბრალოდ მე ვერ ვასწრებ. ნავარელი ქალი პლუს კავალერია რუსტიკანა, ანუ სოფლის ღირსება, რომელიც ახლა იქნება უკვე ამთვის ბოლოს და ძალიან მაგარი მომღერლები იქნებიან და აუცილებლად ვესწორებ და მოვისმენთ. მადლობის მეტი რატომ ჩენია. წარმატებას გისურვებ, გვახარებს წარმატებები და მე ვრჩები მეგობრათაც და აქტიურად შეგვიძლია წარმატებებზე ვისაუბროთ, იქნება სტუდიაში, იქნება ჩართვებით და წარმატება რაც მეტი ესეთი იქნება გაგვახარებს ჩვენ. დიდი მადლობა. მესმელობა თქვენ. კოტიკო ყიფიანი ტენორი ხტუმრობდა, მე კი გემშვიდობებით და სასიამოვნო საღამოს გისურვებთ მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის.